გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ რაღაცა გემზე ისტანბულში და იქეთ არის ევროპა და იქეთ არის აზია და კიდევ იქ და დაახლოებით აქ არის კიდევ ადრე ძველი ყველაზე მაღალი შენობა. ახლა ჩვენ ვართ ისტანბულში, ადრე რომ ერქვა კონსტანტინოპოლი და ეს არის აია სოფია, რომელიც არის მუზეუმი თუ მუსულმანური მეჩეთი, მაგრამ ადრე იყო ეკლესია. ახლა ჩვენ ვართ ვიტოშის მთაზე, რომელიც სოფიასთან არის ძალიან ახლოს და ეს ჩვეულებრივი თემათა არის ჩემი აზრით, მაგრამ იქეთ არ ახვიდეთ, არ ვარეკომენდირებ, იმიტომ რომ ტალახიანია გზა. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ სოფიას უფრო არაცენტრულ ადგილას და აქ კიდევ არის ცოტა უფრო მეტი რუსული სტილის შენობები და ახლა ჩვენ ვართ რაღაცა ხიდზე რა. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ სადღაც ბარსელონეტა სადგურთან ახლოს და იქით არის ბორბალი და რომელიც აისე დადის წრეში და კიდევ იქეთ არის რაღაცა ის ბოდიშით, მაგრამ გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ ლა-როკა ვილიჯში, რომელიც არის მოლი ბარსელონასთან ახლოს და კიდევ ეს გავს აუთლეტ ვილიჯს, მაგრამ არის ღია სივრცე და უფრო ლამაზი არის და კიდევ უფრო კარგი მაღაზიები აქვს ჩემი აზრით. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ მე მგონი ლორედი მარი ქვია ამ ქალაქს და არის ბარსელონადან 1 საათი და კიდევ აქ ახლოს არის კიდევ სკეით პარკი და არის მე მგონი გირონას რაიონში არის მე მგონი. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ რაღაცა ადგილას ბარსელონაში, სადაც არის ბევრი რესტორანები და კიდევ ახლა რაღაცა ხდება, რაღაცა ადგილები კიდევ ბლოკელია უფრო შუაში, მაგრამ ახლოს არის კიდევ ბევრი პატარა ბიზნესები. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ ბარსელონას ავტობუსში და ეს ავტობუსი არის წითელი და ეგარი. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ დამოდე რა ქვია? არ ვიცი რა ქვია ეს. დაგავიწყდა? მირანოვა? კარგი. მოდი მაშინ და დაელოდე. ჩვენ ვართ ამ მოლთან კატალონიის მეტროს სადგურთან და კიდევ ეს მოლი ჩვეულებრივი მოლი არაა, რაც გინახავთ და მაგრამ ეს მოლი არის ისეთი მოლი, რომელშიც არის რაღაცა ისინი, ხო იცი, მაღაზიები შეერთებული ერთად რა და ბევრი სართული აქვს, 8 სართული. ეს
არის ტოსადე მარი და ეხლა ჩვენ ვართ შუქურასთან ამ მთაზე კიდევ თუ პატარა მთაზე და კიდევ აქ ისინი იყო ამ ძველი ცივილიზაციებს რაც ჰქონდათ გარშემო. ამიტომ რომ მე მგონი უფრო აქეთ იყო ქალაქი, მაგრამ ეხლა მე მგონი იქეთ გადავიდნენ. უფრო ეხლა ჩვენ ვართ ლაკ დე ენგოლასტერთან, რომელიც არის ტბა და კარგი ადგილი არის რომ გაისეირნო და ვარეკომენდირებდი რომ შენც მოხვიდეთ. ისე იქეთ დიდი კოშკი კი არის. თუ რაც არის. Okay. გამარჯობათ. მე გიორგის დედა ვარ. ეხლა ანდორაში ვარ, ანდორა ლაველაში ვარ უბრალოდ. ამოვედით აქ ყოფილა ძალიან ლამაზი ტბა, გიორგი მუშკოდიანმა გვირჩია მოსვლა და აქ გასეირნება. სასწაული ჰაერია, რაღაცით რაჭასაც მაგონებს და რაღაცა ძალიან სასიამოვნო სიგრილეა. გამარჯობა, ეხლა ჩვენ ვართ რაღაცა პარკში, რომელიც არის ანდორა ლაველას თავარ დინარესთან, ერთადერთ დინარესთან. აქ არის რაღაცა ადგილი, რომ ჩვენი ბავშვები ან შილები გაარქო, ან შეიძლება შენც გაერქო და პარკია რა. დანარჩენი ჩვეულებრივია. Mirador del Rock del Huercanilo. რომელიც არის ასეთი რაღაცა ტყე, მაგრამ აქ არის კიდევ ასეთი ადგილი რომ გადაიღო ფოტოები და ღირს 6 ევრო რომ შემოხვიდე და მე მგონი მხოლოდ ქეში შეიძლება. ეხლა ჩვენ ვართ ლივიაში, რომელიც არის ისეთ ადგილას, სადაც უნდა შეხვიდე საფრანგეთში, რომ შემოხვიდე აქ ბარსელონიდან სხვა გზა არა, იმიტომ რომ ეს არის ესპანეთის ანკლავი და ესეთი პატარა ქალაქი არის აქ კიდევ. გამარჯობა, ეხლა თქვენი აზრით რომელ ქვეყანაში ვარ? A. ესპანეთში, B. ანდორაში თუ C. საფრანგეთში. C არის სწორი შეკითხვა, კერძა პასუხი. მაგრამ ეხლა მე მივდივარ ესპანეთში. კი რომ მიყურებთ, ეხლა უკვე გადავდივარ ესპანეთში. ესე. აქ ვნახე უკვე ჩანს ესპანა, მაგრამ ვიზა არაფერი არ გჭირდება, იმიტომ რომ შენგენის ტერიტორიაში ვართ ჩვენ. და
თითქმის გადავედი და უფრო ჩქარა ესპანეთში ვარ. გამარჯობა, ხო ჩვენ ვართ ტრამვაიში, რომელიც არის ბარსელონაში, მაგრამ ეს არის რომ ახვიდე ზემოთ, როგორც ფუნიკულორი თბილისში და კიდევ აქ ასეთი ადგილი გაქვს. ამიტომ რომ აქ რომ შემოხვალ, ეხლა სანამ არავა ვერ შეცვლი, შენ საქმე ხარ და კიდევ აქ არის კიდევ ვიდეო ხანდახან მე მგონი რომ ნახო როგორ აშენდა ეს ადგილი. გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ იგივე ადგილას, სადაც დაიწყო ბარსელონა 2022-ის ვიდეო და კიდევ აქ გადავიღეთ 2024-ში გიოს კარგი დღეები 4-ში, მაგრამ შევადაროთ 2022 დღევანდელ დღესთან და როგორ გამოგვივიდა. იმიტომ რომ გამარჯობა, ახლა ჩვენ ვართ ბარსელონაში და ბარსელონა არის ქალაქი კატალონია ესპანეთში. გამარჯობათ. ჩვენ დღეს უნდა ვისი წავიდეთ ბარსელონაში. ესა ბარსელონაზე ზემოთ. ეს ბარსელონა კი არის, მაგრამ უფრო ზემოთ. ბარსელონა არის ესპანეთში. ესა ქალაქი ბარსელონა. გამარჯობათ, ეხლა თქვენ უყურებთ დიტოს კარგ დღეებს. ეხლა ჩვენ ვართ ბარსელონაში. ამოსული ვართ ზემოთ ტიბიდაბოს ეკლესიაზე და აქედან იშლება შვენიერი ხედი ბარსელონაზე. ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ეხლა მე მაქვს რაღაცა თამაში ჩემ ხელში და გამოიცანით რომელი თამაშია. Mario Kart World-ი Mario Kart 8 Deluxe ან C Super Mario Bros. Wonder-ი. თუ აირჩიეთ Mario Kart World-ი, სწორი იყავით. ეს არის მხოლოდ Switch 2-ზე. ამიტომ რომ თუ Switch 2 არ გაქვთ, ვერ ითამაშებთ და ეს არის ყველაზე ახალი Mario Kart-ის თამაში. კიდევ features შეუძლია ეს, ნახეთ. ხო, ესე შეგიძლია ჩადო. მაგრამ ძველზე რაღაცა იყო და ესე უნდა მოგეწია, მაგრამ ამაზე ესეც შეგიძლია ახალზე. და კიდევ უფრო დიდია. ეხლა ჩვენ ვართ საბერძნეთში და კიდევ ჩვენ ვართ ათენში და კიდევ საბერძნეთის მეორე სახელი არის რომ იცოდეთ ჰელენიკური რესპუბლიკა და კიდევ იციან საბერძნეთი თავისი ისტორიისთვის ბევრ ქვეყნების იყო მაგალითად ოსმალების იყო მე მგონი ადრე და ესეთი ძალიან დიდი და ისტორიული ქალაქი არის. ეხლა ჩვენ ვართ აკროპოლისთან, რომელიც არის საბერძნეთის სიმბოლო ისე და
აი ის რაღაცა ის შენობა რომ არის ხო ხედავთ ლამაზი შენობა ეგ არის ძალიან ძველი რა ძალიან ძველი ეხლა ჩვენ ვართ პატარა წმინდა გიორგის ეკლესიასთან ან ლიკაბეტუსთან რომელიც და ეს არის პატარა ეკლესია და უნდა შეგიძლია მოხვიდე აქ პატარა ფუნიკულორით ცუდი ის არის რომ სულშიცავეში ამოდის მაგრამ აქედან შეგიძლია დაინახო მთელი ათენი ან უმეტესობა ათენი და კარგი ხედია პიროხჭი ჩვენ ვართ აკროპოლისში და ჩვენს უკან ახლა არის თავარი შენობა ეს არის სავარაუდოდ სავარ შენობას აქვს რესტავრაცია და ვერ შევალთ ისე არ ვიცი თუ მაინც შეიძლება შესვლა მაგრამ კი ფასიანი არის მაგრამ თუ ბავშვი ხარ ან ხო მაშინ თუ ბავშვი ხარ შეგიძლია უფასოდ შემოხვიდე თუ არა და ფასიანია მაგრამ თუ ევროკავშირში ცხოვრობ შეიძლება მე მგონი შემოგიყვანონ აქ უფასოდ. ეხლა ჩვენ ვართ ათენის მეტროსადგურთან და ეხლა მატარებელი წავიდა იქეთ მაგრამ თუ შენ გინდა რომ წახვიდე სადმე ჩქარა მეტროთი აი ესეთ ადგილას მოხვალთ. ეხლა ჩვენ ვართ ათენის მეტროში, მაგრამ მეტრო მატარებელში ვართ ჩვენ და ასეთი მეტრო მატარებელია, ჩვეულებრივია.